ფეხბურთის აკადემიის გახსნამდე აქ ამ ადგილას, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ეს არის 3 სტანდარტული მოედანი, ერთი მათგანი საკონტროლო მატჩებისათვის შეესაბამება FIFA სტანდარტს, 2 ოდნავ მცირეა ზომით, აქაც შეიძლება ყველა შეჯიბრების ჩატარება და 1 მინიმუმი. ამისა გათვლილი არის სწორედ იმისთვის, რომ მივარჯიშონ ბავშვებმა და რა თქმა უნდა ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელმა. ანუ არ არის სახიფათო ბავშვების ვარჯიშისთვის. პირიქით ის იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვმა მოთამაშეებს, რომ ნებისმიერი ამინჩი ძალიან დიდი წვიმის შემდეგაც კი ითამაშონ და ივარჯიშონ ამ მოედანზე. ყველა მოედანი აღჭურვილია განათების ძალიან კარგი სისტემით, ისე როგორც ამას მოითხოვს ევრო სტანდარტები და თვითონ FIFA-ს წესები. ჩვენ გვაქვს განათება დაახლოებით 550, 600 ლუქსი, რაც საკმარისია ნებისმიერი ეროვნული და არა მარტო ეროვნული დონის შეჯიბრების ჩატარებისათვის. გიორგი მინაშვილი დაიბადა 1991 წელს თბილისში, საფეხბურთო ოჯახში. მამა ამირან მინაშვილი თამაშობდა თბილისის დინამოში. ფეხბურთის თამაში დაიწყო ნორჩ დინამოელში. 1996-98 წლებში ცხოვრობდა და თამაშობდა მექსიკაში. თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა ლონდონში, სადაც 6 წლის განმავლობაში იღებდა საფეხბურთო განათლებას. UEFA-ს A ლიცენზიის მფლობელი. ლონდონ ტაიგერში მწვრთნელის კარიერა ახალგაზრდული ასაკის გუნდებიდან დაიწყო და მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდა. ბოლოს მუშაობდა ლონდონის კრისტალ პალასის აკადემიის მწვრთნელად. მე კიდევ მაკავშირებდა დარჩენილი 6-თვიანი კონტრაქტი კრისტალ პალასთან, მაგრამ ურთიერთჩათანხმების ფონზე მე მივიღებ გადაწყვეტილება, რომ ჩამოვსულიყავი დინამოში, ამ უდიდეს კლუბში, სადაც უკვე ჩემი მიღებული სწავლა განათლება, როგორც პრაქტიკული, თეორიული უკვე გამომეყენებია ჩემს ქვეყანაში. დინამოსთვის, რომელიც არის ასევე უდიდესი გამოწვევა ჩემთვის როგორც სპეციალისტისთვის. მე ფიქრობ, რომ ეს ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაართვას თავი ძალიან რთულ ამოცანას, რაც არის ბავშვების მომზადება დინამოს აკადემიაში. ჩამოვიტანე საფეხბურთო პროგრამა, რომელიც მთლიანად არის შეჯერებული თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. ეს არის აპრობირებული მეთოდი, პროგრამა, რომელსაც მე თვითონ პრაქტიკაში ვიყენებდი ინგლისში მუშაობის პერიოდში, კრისტალ პალასის მუშაობის პერიოდში, რომელიც უბრალოდ მწვრთნელს ეხმარება მუშაობაში ასაკების მიხედვით, რა, როდის როგორ ასწავლოს ფეხბურთელს მოთხოვნებიდან, სტანდარტებიდან და არის 9 ასაკობრივი გუნდი, 8-დან U17-ის ჩათვლით. სრულთლიანობაში არის აკადემიაში 160 ბავშვი, რომლის შერჩევა ხდება ჩვენი სელექციის მიმართულებით და აქცენტი კეთდება ბუნებრივად ნიჭიერზე, ტალანტზე, ესე ვთქვათ, რომლებზეც ხდება ესე ვთქვათ მიზანმიმართული მუშაობა უკვე აკადემიაში ჩვენი პროგრამით. აკადემია ემსახურება ფეხბურთელის ინდივიდის განვითარებას გუნდის მეშვეობით, სადაც უკვე ჩვენი პროგრამით, ჩვენი მწვრთნელების დახმარებით ხდება ფეხბურთელების განვითარება ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად. ტექნიკურად უკვე ხდება მოედანზე მუშაობა, კონკრეტული ვარჯიში არის გაწერილი, შექმნილი მიზანმიმართულად, რაც ემსახურება მიზანს კვირაში 2 დღე, როგორც მინიმუმ ჩვენ ვატარებთ თეორიულ მუშაობას, როგორც ტაქტიკურ ასპექტში, ასევე სპორტული ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომ ფეხბურთელი იყოს განსწავლული, დაწყებული ინდივიდუალური ტაქტიკით, გუნდური ტაქტიკით, ეპიზოდების მიხედვით და ეტაპების მიხედვით და თავისთავად ფსიქოლოგიის მიმართულებით. და რაც შეეხება უკვე ფიზიკურ განვითარებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ინგლისიდან ჩამოვიყვანეთ იტალიელი სპეციალისტი რიკარდო დებივო, რომელმაც ჩამოიტანა ანალოგიურად ფიზიკური მიმართულებით თავისი პროგრამა, სადაც ხდება ფეხბურთელის, ესე ვიტყოდი მე, სწორად განვითარება ასაკების. მართულ ფეხბურთს დინამოს სახელით უნდა მივაწოდოთ ჩამოყალიბებული სრულფასოვანი რეზერვი, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება კონკურენტუნარიანი დიდ ფეხბურთში. ეს არის ჩვენი მიზეზი, რომ აქ განმოვიტაროთ ინდივიდები, რომელიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს, ითამაშებენ დინამოს ფეხბურთში, გამოადგენენ ეროვნულ ნაკრებებს და შემდეგ ეს ბიჭები გავლენ უკვე ევროპულ ასპარეზზე. ამისთვის არის ცოტა მოთმინება საჭირო, მიზანმიმართული მუშაობა ჩვენი მხრიდან, რათა არ გვეპაროს არც ერთი დეტალი იმ სწორი გზის მიმართულებისკენ, რასაც ქვია დიდი ფეხბურთი, თანამედროვე ფეხბურთი
რომლის კრიტერიუმები ჩვენ გვევალება რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მუშაობით. მე დარწმუნებული ვარ, სულ რამოდენიმე წელიწადში 3-დან 5 წლამდე დინამოს მეწეყოლება უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, დინამოს აკადემიიდან მიწოდებული და უკვე აღარ იქნება ის საჭიროება, რომ ვიფიქროთ უცხოეთიდან მოწოვა ფეხბურთელის. მე ამაში მწამს და ამისთვის ჩვენ არ ვუშურებთ არც ძალას, არც ცოდნას და არც მუშაობას.